გაწუხებთ კისრის ტკივილი, მე გასწავლით 4 ვარჯიშს, რომ დაივიწყოთ დისკომფორტი კისრის არეში. მოგესალმებით, მე გახლავართ რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისის რეაბილიტოლოგ კინეზოთერაპევტი ტიტო ლაცუზვაია. პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ, თუ რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული კისრის ტკივილი. დიდი ხნით ოფისში მუშაობის შედეგად თავი წინ გვაქვს გადმოწეული, მოკლდება და ელასტიურობას კარგავს მკერდლავის დრილისებრი კუნთი, რის შედეგადაც ისპაზმება ტრაპეციული კუნთი და რომელიც იწვევს შემდეგ კისრის ტკივილს, თავბრუსხევასა და თავის ტკივილს. პირველი ვარჯიში, ხელები დავიდოთ მხრებზე, დავიწყოთ უკან ტრიალი, მაქსიმალურად მხრები გადავშალოთ უკან, რომ ახლოს მივიტანოთ ბეჭიძვლები ერთმანეთთან და ჩავრთოთ რომბისებრი კუნთი. ტრიალთან ერთად გავაკეთოთ ამოსუნთქვები. ათი გამეორების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ პირიქით ტრიალი, ანუ წინ დავატრიალოთ მაქსიმალურად მხრები. ამოსუნთქვა არ დაგვავიწყდეს. გავიმეოროთ 10-15 ჯერ. მეორე ვარჯიში. გადავწიოთ თავი გვერდზე. მარჯვენა მხარეს. უნდა ვიგრძნოთ დაჭიმვა, აი სწორედ ამ არეში. შემდეგ ვაკეთებთ ამოსუნთქვას და გადაგვაქვს მეორე მხარეს. ვასრულებთ ძალიან ნელა 10-15 გამეორება. მესამე ვარჯიში თავი გადაგვაქვს ოდნავ უკან და ცერად, აი სწორედ ზემოთ აღნიშნული კერდლავის დრილისებრი კუნთი კარგად უნდა დაიჭიროს და უნდა ვიგრძნოთ. აქაც ვაკეთებთ ამოსუნთქვას. უბრუნდებით საწყის პოზიციას, შემდეგ მეორე მხარეს. ვასრულებთ ნელა და გამეორება 10-15. მეოთხე ვარჯიში. ვზივართ გამართულად, მხრები დაშვებულია, თავი უნდა გავიტანოთ მაქსიმალურად უკან ამოსუნთქვასთან ერთად და უბრუნდებით საწყის პოზიციას. არ დაუშვათ შეცდომა, უკან არ გადააგდოთ მაქსიმალურად თავი და არც წინ დაწიოთ ქვევით თავი. აუცილებლად შეასრულეთ ნელა და ხარისხიანად. თუ გაწუხებთ მალთაშორის დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი და კისრის მწვავე ტკივილი, მოგმართეთ რეაბილიტაციის ცენტრ კინეზის, დაგვიკავშირდით ნომერზე, ან მოგწერეთ Instagram, Facebook გვერდებზე, ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხები და დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები. მომავალ შეხვედრამდე.